გოგოებო, მადლიერი ვარ, ღამე მწყნარად ჩაიარა. ხო, ეს ფეხბურთელები არ იყვნენ ცუდები გუშინ. ხო, მართალია. კარგია რომ ერთი იყო და არა სამი. კარგები ჩანა და საერთოდ არ მგონია რომ პრობლემას გაგუჩენენ. დიანა, შეიძლება ეს საყურეები გავიკეთო, გთხოვ? მაშინ მე ამას გავიკეთებ. მე ამას. რაც გინდათ აიღეთ საყურეების გამო ჩხუბი არ ღირს. არა, ესენი არ მომწონს, ეგენი მომეცი რა. კარგი, მაგრამ მე ავიღე პირველი. აუ, არასდროს არ გამიკეთებია. მე ესენი მაქვს. ნაყა, სხვა გაიკეთე, არ ღირს სამყაულის გამო ჩხუბი. როგორ არ უნდა ვიჩხუბო, ისე იქცევიან როგორც ვიგენები, არასდროს მაძლევენ იმას, რაც მინდა. კნოპა აიღე. მადლობა, მერი, ძალიან კეთილი ხარ. ნუ ყვირით, ავიღეთ და გავედით. ბანი, გამოდით. ბანი არ არის. ხო, მგონი ფეხბურთელები არიან. რას აკეთებთ ჩვენ საპერფარეშოში? გამოდით, ფეხბურთელებო. რა ხდება, ბაყაყებო? სხვათა შორის პირველები ჩვენ მოვედით. მაკიაჟს ვიკეთებთ და გამოვალთ. გოგოებო, ნახეთ როგორ წყნარად არიან? მგონი ვერ გაიგეთ, ხო? გამოდით მალე. ბაყაყები არიან აქ უფროსები, ჩვენია ეს. ვინ ამბობს რომ თქვენ ხართ უფროსები? ჩვენ პირველები შემოვედით. ალბათ რაღაც გიხლებათ. მე არა, ლორენი ვარ. ხომ არ ფიქრობთ რომ პატარა და უცველი გოგოები ვართ, რომლებიც უფლებას მოგცემთ რომ დაგჩაგროთ? ჩვენ ფეხბურთელები ვართ. ვაუ. ნერვებს მიშლიან. 1 2 3 კიდევ აქ ხართ? ხო, კიდევ აქ ვართ. მაკიაჟს გავიკეთებთ და მოვალთ. არა, გამოდით. არ მესმის, რატომ ყვირიან ასე ხმამაღლა? ბაყაყები ისევ ჩხუბობენ. მგონი ფეხბურთელებს ეჩხუბებიან. წამოაბავ ნახოთ. გამოხვალთ. არა, არ გამოვალთ. კი, გამოხვალთ. გამოდითახლავე.ახლავე გამოდით. გამარჯობა ბაყაყებო, რა ხდება აქ? რა ხდება? არ გრცხვენიათ? გოგოებო, აქ რას აკეთებთ? რა ხდება? გამოდით. ბანი, როგორია ცხოვრება თქვენს ახალ რუმეითებთან? ტუჩსაც ისმევენ 1 საათია უკვე, ეს არ არის ნორმალური. ხო, და ჩვენ ბარჯიში გვაქვს გვეჩქარება. მომისმინეთ ბანი, თქვენ რუმეითებს გაუმკლავდით. ბანი, გაუმკლავდით ამ გომბეშოებს. არ გვაცდიან არაფერს. 1 წუთი, გოგოებო. ფეხბურთელებო, გამოდით. გოგოებო, წამოდით. გამოდით, ხო? რა ხდება? რას ფიქრობთ, რას აკეთებდით მანდ, ჰა? ეს საბავშვო ბაღი ხომ არ არის? თინეიჯერების სახლია. ხო, მერი გეთანხმები, თინეიჯერების სახლია. ესენი თინეიჯერები არ არიან. რას ნიშნავს? ჩვენ 18 წელს გავხდებით მალე. ზედმეტები მოგდით. იმიტომ რომ თქვენ მაღლები ხართ, იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ დაბლები ვართ. კარგი გოგოებო, ჩხუბის მიზეზი აღარ არსებობს. ახლა იქნება ცხრილი ხვალიდან კარზე და ყველა თავის დროზე შევა. ხო, და თუ ყვირილი იქნება კიდევ, არც ბაყაყები არსებებენ და არც ფეხბურთელები. ბანი, როგორ შეგიძლიათ? ესენი ახლები არიან, მათ მხარეს იჭერთ? ბაყაყებო, ახლები არასდროს ყოფილ ხართ? კი, ახლები ვართ, მაგრამ ერთ კვირაში დავზვალდებით. გოგოებო, წავიდეთ, აქ ყოფნა აღარ შემიძლია. წავედით. ბაყაყებო, საჭირო არ არის მათთან ასე მოქცევა. აქ უკვე დიდი ხანია ხართ და პრობლემებს ნუქმნით. ქათმებივით იქცევით. ხო, ამას არ ველოდით თქვენგან. თქვენგანაც არ ველოდით, ბანი. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეები ვართ, ჩვენს მხარეს უნდა ყოფილიყავით. ხო, მართლა მათკენ იყავით? ეს ფეხბურთელი გოგოები თქვენს ბიჭებს მოიპარავენ და შემდეგ ვნახოთ, როგორ იცეკვებთ. ბაყაყებო, თქვენთან კამათი არ გვინდა, მაგრამ არც ის გვინდა, რომ დილით ყვირილი გვაღვიძებდეს. რა წესია? ხო, ვის უნდა ისტერიკების გვერდზე ცხოვრება? ხო, ბაყაყებო, ისევ არ გისვიათ ტუჩსაცხი. არა უშოს კნოპა სავარჯიშოდ ტუჩსაცხი არ არის აუცილებელი. გოგოებო, კარგად უპასუხეთ. ხო, ამას არ ავიტან. არც ავიტანეთ და კარგადაც უპასუხეთ. კარგი გოგოებო, ახლა ტრეილერთან წავიდეთ და ბიჭები გავიცნოთ. აუ, ბაყაყებმა აურიეს. ნორმალური ბიჭები არიან აქ საერთოდ? არ ვიცი, ვნახავთ. აი, აქ არიან. ფეხბურთელებო, გინდათ რომ გაიცნოთ? აქ გოგოების გასაცნობად არ მოვსულვართ. ხო, ბიჭების გასაცნობად მოვედით. კარგი, მოდით მოჰიტოები ავიღოთ. ეს გესმის ჯული? ხო, აი, ძალიან თამამი ბიორგი. მათ გარშეც კარგად ვართ. ზუსტად. პიცა გთხოვ რომ იმტანა დამიყვანე. ერთი კვირა მაინც დავიმუშაო. ფული საერთოდ აღარ მაქვს. არა, ტომას ამას ვერ ვიზევ, ჩემითაც კარგად ვარ. პიცა გთხოვ მხოლოდ ერთი კვირით. ასეთი რა პრობლემა შეიქმნება? ხო, შემდეგ შენ რომ დაგიტოვო ხურდა და არა მე? პიცა მოჰიტო გვინდა. გოგოებო, ფეხბურთელები მოდიან. შეგიძლიათ ისე დაელაპარაკოთ, როგორც გოგოები გოგოებს. ხო, კარგი, მოსწავლებელი მაიკ. კარგი, ტომას, მოშორდი აქედან, გოგოები მოდიან. გოგოებო, რა შემიძლია მოგართვა? გამარჯობათ ფეხბურთელებო, ლორენ, ნენსი და ალექსა. უნდა დაგელაპარაკოთ.
რაზე უნდა დაგველაპარაკოთ? ხო, რა ხდება? ვირთხები არა, თქვენზე ბევრი გავიგეთ. გოგოებო, მიდით აუხსენით. ვიღაც ხალხისთვის ვირთხები ვართ, მაგრამ თქვენთვის ლეილა და მე უფროსი ვარ. ხო, მარჯვენა ხელი. თუ უფროსი ხარ, მაშინ უნდა მოგვისმინო. გამარჯობა ფეხბურთელებო. პიცა გოგოების მილკშეიკი გაუკეთე. გამარჯობა. კარგი დიმა, ფლირტაობა მერე. რაზე იჩხუბეთ მეორე სართულზე? გოგოებო, აქ ჩხუბი არ გვინდა. მასწავლებელო მაიკ, საუბარი ჩვენ მოგვანდეთ, არა? კარგი. პრობლემა იყო ბაყაყებთან, ახლა აღარ არის. ხო, ადგილი მივუჩინეთ. ამ გოგოებს ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და არც უნდათ რომ გაგვიცნონ. ხო. ძალიან უხეშები არიან, ჩაფხუტები დაიფარეს და თავი დედოფლები გონიათ. ვერ გავიგე ახლა რა ხდება? კარგი, მორჩა, გოგოებს თავი დაანებეთ. მე დიმა ფეხბურთელი ვარ. ვინმე თუ რამეს გაწყენებთ, პირდაპირ ჩემთან მოდით. ნენსი, ლორენი, ალექსა. ფეხბურთელებო. ბაყაყებო, შეგიძლიათ რომ არ ქნათ? ხო, აკი არ უნდა იჩხუბოთ. ვინმეს თავი პრობლემა თუ გექნება, ჩვენთან მოდით და ყველაფერს მოვაგვარებთ. ხო, ეს გოგოები ყველაფერს მოვაგვარებთ. გოგოებო, ძალიან მამაზები ხართ. მე და ჩემი მეგობარი კოსტალც აქ იყოს. მასაც მოეწონებოდით. ეს მანქანა შენია? კი, ჩემი. მაშინ ერთმანეთს კი, გავიცნობთ. გავიცნობთ. ხო, ტიმო, ისე შენ ადგილას საჩუქარში ამდე ფულს მართლა არ დავხარჯავდი. არა, დიანა ამას იმსახურებს. კარგი, უბრალოდ მე ფული დამიფუნე. ხო, დაგიფუნე, ფარიდარდო. ძალიან დაგცინებ, თუ დიანა კიდევ უარს გეტყვის. რომის მითხრას არ აუშვებს. მე ისე ვეთქვა. გოგოებო, ტრეილერთან არ მივალთ? არანასწორ ნამდვილად არ მინდა იქ მისვლა, ფეხბურთელები არიან იქ. ხო, და მასწავლებელი მაიკი და ვირთხები. იქ რას აკეთებენ ნეტავ? კარგი, მოდით უბრალოდ მანქანასთან ვიყოთ. გოგოებო, ტიკტოკი ხომ არ გადავიღოთ? კი, გადავიღოთ. კარგი, მოდით ყველა. აი, იქ არის. ხო, ხედავ. ახლა ამ საჩუქარს დიანას მივცემ და მართლა გაგიჟდება. ხო, იმედია. გოგოებო, შეხედეთ ვინ მოსულა. გამარჯობა კალათბურთელებო. გამარჯობა დიანა, ეს შენთვისაა. ტიმურ, არ ველოდი, მადლობა. გოგოებო, შეხედით რა საყვარელია. ვაიმე, ძალიან საყვარელია დიანა. კიდევ ერთი ყუთია. პატარა დათუნია, გულით და ყვავილით. დიანა, ეს მე და შენ ვართ. ჩვენ ვართ ერთად. მადლობა ტიმურ, მაგრამ ბოდიში, ამას ვერ მივიღებ. არ შემიძლია. დიანა, ვერ ხვდები იქნები ჩემთან ერთად თუ არა? კი, დიანა, დასთანხმდი. კნოპა. ბოდიში ტიმურ, არა. ვიცოდი, რა ვიცოდი. ტიმურ, გაგიჟდი? რას აკეთებ? ფოტოს გადავიღე. ახლა უკვე ჩემი შეყვარებული იქნები. მოგწონს ეს თუ არა და შეგიძლია საჩუქარის დაიტოვო. რომეო, წავედით. ღმერთო ჩემო, შოკში ვარ, ტიმური, სულ გაგიჟდა. ვაიმე, დიანა, როგორ გეკოცა? კნოპა, რას ნიშნავს? სულ გაგიჟდი, რას ქვია, როგორ კოცნის? შენ რა არ გიკოცნია მისთვის? არა, ხშირად არ კოცნიდით. ვაუ, ტიმური, ნახე, მე მეგონა მორიდებული იყო. გოგოებო, წარმოდგენა არ გაქვთ როგორი იყო? უბრალოდ საშინელება. კარგი, დიანა, რა ნერვიულო. კარგი, წამოდით მწვრთნელებისთან წავიდეთ. მინდა რომ ყველაფერი მოვუყვე, ვიწუწუნო, მინდა რომ გააქროს აქედან. აი აქ ვართ ფეხბურთელები, ახლა შემოგხედეთ. ხო, აბა ვნახოთ. ახლა წავიდეთ და გავატაროთ. ძალიან კარგია, მაგრამ მე უკან გოგოებო, ყველა სასეირნოდ ვერ წაგიყვანთ. მხოლოდ ერთი შემიძლია. გამარჯობა მეგობრებო, ახალი ამბავი მაქვს. მარტო აღარ ვარ. მე და დიანა ერთად ვართ. არა, იტყუება, კიდევ ერთხელ ვთხოვარი. შეგეძლო უბრალოდ ამყოლოდი. ვაუ, ყველა ახალ ურთიერთობაშია. დიანა, ტიმურთან ტიმური, დიანასთან ძალიან კარგია. დაეწყებათ კარგი პერიოდი. სახალისო რაც არის. რა? მგონია რომ ბროვასტიმ ახლა ვიღაცას უნდა დაარტყას. ჯული, ისევ თაფლობისთვის პერიოდი გინდა? ბროვასტი, თავიდან თხოვე ერთად ყოფნა. რა? მითხარი, ჯული გინდა ჩემი შეყვარებული იყო? ჯული, ხო კარგად ხარ. რაიან, გახსოვს ჩვენი მეგობრობა? თომას ტელეფონზე ვარ. გახსოვს სკეიტბორდის ტარება რო გასწავლე? კი, მახსოვს. და შეგიძლია ფული მას ესხო. თომას ფულს არავის არ შეცხოვებ და არც მე ვიღებ. კარგი, გასაგები, არ ხარ ჩემი მეგობარი. თომას მეგობრები უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ. მოკლედ, იმას გეუბნებოდი, რომ ჩემს სკოლაში გადმოდი და ერთად ვიქნებით. დისტანციური ურთიერთობა არ შემიძლია. ვაუ, ვიღაცას პრობლემებია. რაიან, ვისე ვაპარაკები. მოიცავ მთელ ჩემს საუბარს ისმენდით, უკვე საკმარისია.
გოგოებო, სკოლაში მინდა. ახალი ბავშვები ის არის, რაც ახლა გვჭირდება. ხო, რაღაც უცნაურები არიან. მოდი დავუმეგობრდეთ. საუკეთესო მეგობრები ვიყოთ. მართლა, კაი? მაგ ფეხბურთელებთან მეგობრები არასდროს ვიქნებით. გოგოებო, გამარჯობა. ტიმური დღეს კარგ ხასიათზეა. აბა რას ფიქრობთ, მე და დიანა ხო მაგარი წყვილი ვართ. ტიმურ, წყვილი არც ხართ. რა, შენ დიანასთან ხარ? რამე გამოვტოვეთ? აი, თურმე რა გამოვტოვეთ. ო, კარგი რა, ჯანდაბა ჩვენთან ოდის ყოფილიყავი. გოგოებო, მაგრამ არ მომწოხართ. ხო, თქვენ უხეშები ხართ. ჩვენ კიდე თავაზიანი გოგოები მოგწონს. იქნებ ბოროტები იმიტომ ვართ, რომ უიღბლოები ვართ. ხო, ბიჭებთან არ გვაქვს იღბალი. არი დარდოთ გოგოებო, მალე ჩვენს ქუჩაზე ფართი იქნება. თქვენთანაც იქნება წოულება. ხო, და მაგარ ბიჭებსაც გაიცნობთ. გთხოვთ, წყალი მომიტანეთ ახლავე. რომელი გინდა, გაზით თუ გაზის გარეშე? ნებისმიერი, ზალინა ჩქარა. ჩერლიდერებო, ანერვიულები ჩახართ, რა მოხდა? მიდი დიანა, გითხარი. მწვრთნელოები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ტიმურმა დღეს, აი ტიმური უბრალოდ მოვიდა და აი ასე მაკოცა. დიანა, ასე ძალიან არ მოგეწონა? მერი წყვილიც არ ვართ. ჩემი გოგოები, დიანა, ხომ გითხარი, შენ ჩერლიდერი ხარ, ყველასთან ვერ იქნები, ყველას მოსწონ ხარ. მწვრთნელოები, მე ზაკაცთან პრობლემა არ ო, მაქვს. ჩემი სიყვარული. გაიგეთ? მწვრთნელოები არ დაგვიბრუნდებით. გოგოებო, მაიკი მაიგნორებს, არ მპატიობს კოცნას ზიფთან, რომელიც შენი ბრალია. დიანა, შენი წყალი, მადლობა ზალინა. ხო, სკოლა მალე დაიწყება. ჩვენ ყველანი მეგობრები ვიქნებით და თქვენ შეურიგდებით მაიკს. არა, ზაკ, უბრალოდ არ იცნობ მასწავლებელ მაიკს. მე იცოდი, რომ თქვენ სკოლაში მიგვიხეს. მერე რა? არაფერი, უბრალოდ. ხო, არაფერს არ ვიტყვი მაგაზე. დიანა, ზიპმა რომ გაიგოს, რომ ტიმურმა გაკოცა, ეს არ მოეწონება. მაგრამ თუ არ ვიტყვით, ზიპი ვერაფერს გაიგებს. არა, ერთმანეთს არაფერი არ უნდა დავუმოოთ, ხულწფრელები უნდა ვიყოთ. მადლობა ზაკატ. დიანა, არ ინერვილო, მე დაველაპარაკები, არავის არაფერს ეტყვის. ბავშვებო, სკოლა ძალიან მალე იწყება. მოვალ თქვენთან გპირდებით, მარტო აღარასდროს დაგტოვებთ, კარგი გუნდი ვიქნებით. ისი ახალი გოგოები როგორები არიან? კოსტა, შენი დიმა უკვე მათე ფლირტავება. ისინიც ფეხბურთელები არიან, თქვენსავით ჩაფხუტებს ატარებენ. ხო, უცნაურები არიან. უცნაურები კი არა, აი, საშინლად უცნაურები მე არიან. შენც უცნაური ხარ, იმიტომ რომ ყურადღება საერთოდ არ მაქცევ. ზუპ, შეიგნევდეს მე რომ ჩემი ტიპი არ ხარ, სხვანაირი ბიჭები მომწონს. ფეხბურთელები, გოგო ფეხბურთელები, მედი კონკურენტები არ მინდოდა. კოსტა, რაზე ნერვიულობ? შენი მოწინააღმდეგეები არ არიან. კარგი გოგოებო, თქვენთვის დავალება მაქვს. აბა მწვრთნელოები, გისმენთ? მასწავლებელ მაიკს უნდა დაელაპარაკოთ. კარგით, პრობლემა არ არის. ვისაუბრებთ. გთხოვთ, უთხარით, რომ მწვრთნელიები აქ იტანჯება, აქ აღარ შემიძლია. კარგით, ჩვენ მწვრთნელოები. წინააღმდეგ ხარ? არა, უბრალოდ დავიღალე აკողნით, მე მწვრთნელი ვარ და მინდა რომ გავწვრთნა ხალხი. მოვიდნენ ბაჭია ჩერლიდერები და ეგრევე ყვირილი და ხმაურია. რატომ სახალისოა? გოგოებო, არ დარჩებით ბარდის პეროგზე? გოგოებო, ხომ კარგი, გაიგეთ. ბარდის სუპი, ბარდის პეროგი, ბარდის ყველაფერი აღარ შემიძლია. მადლობა ზალინა, მაგრამ უნდა დავბრუნდეთ იმ სახლში. ხო, იქ მარწყვის ჩიზქეიკი გველდება. მწვრთნელოები, ძალიან გვინდა თქვენი დაბრუნება, ამიტომაც დაველაპარაკებით მასწავლებელ მაიკს. ხო, კარგი იყო, როცა დარჩით ჩვენთან. მწვრთნელოები, შემდეგ სლიპოვერზე გნახავთ. კარგით, ნახვამდის. კარგად ბიჭებო, კარგად ზალინა. ჩემი ბანი ძალიან მიყვარს. ები, შეიძლება შეკითხვა დაგისვა. შენი სიყვარული ნამდვილია თუ ყალბი? კოსტა, ეს რა კითხვაა? ვერ ხედავ როგორ იტანჯება. კოსტა, ახლა ები გაბრაზდება. კოსტა, ახლა მოვალ და დაგარტყამ. ხო იცი რომ ჩემი გოგოები ჩემს ყველაფერს ნიშნავს. მე ერთხელ მყავდა ასეთი მწვრთნელი, ისიც იმავეს ამბობდა. ხო, ყველა ერთნაირები არიან. კოსტა, რას ამბობ? ბავშვებო, როდესაც ბანის სკოლაში მოხვალთ, ყველაფერს ნახავთ. ხო. ები, შენი უკვე არავის აღარ ეშინია. ები, მე და შენ მეგობრები ვართ. მეგობრები ვართ მარტო მაშინ, როცა აქ ვცხოვრობთ ერთად, სკოლაში განსხვავებული იქნება. გოგოებო, ისე აქ ყველაზე მაგარი ტიპი მე ვარ. ხო, უკვე მივხვდით. ეს დაინახეთ, თავი ვინ გგონიათ. კარგია რომ ჩვენ ოთახში არ ცხოვრობენ. ხო, ბოლო რაღაც იყო, რაც გვჭირდებოდა, თან დიმა, ფეხბურთელი. წარმოიდგინეთ, ბანი როგორ გაოცდება თავიანთ ოთახში დიმას რომ დაინახავს. ხო, მაგრამ გააგდებენ. დიმასაც და გოგოებსაც. ხო, ყვირილს გავიგებთ. წავედით. აბა გოგოებო, ხო გამიცანით. მაგარი ტიპი ვარ, მაგარი მანქანა მყავს და მაგარი მეგობარის მყავდა, მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა. დიმა, ჩვენგან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა? სამივე ლამაზები ხართ. და ვინ უფრო მოგწონს, შავგრუნები თუ ქერები? შავგრუნები ყოველთვის უფრო ლამაზები არიან. გოგოებო, გაჩერდით, ასე ნუ იქცევით. დიმა გადაწყვეტეს, ხო დიმა? ახლა არ შემიძლია ეგრევე თქვა, მაგრამ სამივე მაგარი ტიპები ხართ. ამიტომ ალბათ რომელიმე შემიყვარდებით.
კარგით გოგოებო, სკოლა მალე დაიწყება. ყველა დავბრუნდებით, ძიპიც დაბრუნდება და ყველაფერი კარგად იქნება. ხო? ვერ გავიგე? ვაუ, გოგოებო, სულ გაგიჟდით? ჩვენ დიმა ფეხბურთელი აქ არ გვჭირდება. გამარჯობა ბანი, უბრალოდ ხედავთ, საუბრობთ კარგად. ძალიან მაგარია. ხო, უკვე დამეგობრდით. ხო, ვართ. ძალიან კარგი, ძალიან გვიხარია, მაგრამ გოგოებო, ამ ოთახში ბიჭების ადგილი არ არის. კალათბურთელებსაც კი ვაგდებდით ხოლმე. დიმა გარეთ. კარგი, მე წავედი. მოიცადეთ გოგოებო, დიმა ყველაზე ძლიერია აქ. სადაც უნდა იქ დაჯდება. მართლა, ეს დიმამ გითხრათ? ხო. გოგოებო, კარგი, მე უნდა წავიდე და ხვალ გაგასიერნებთ. ოღონდ სათითაოდ. გირჩევ რომ აქ აღარ მოხვიდე. კარგად დიმა. გოგოებო, ბიჭებს აქ აღარ მოიყვანთ. თორემ პირველ სართულზე იცხოვრებთ. სადაც ლუზერები, მასწავლებელი მაიკი და ბირთხები ცხოვრობენ. ხო, და იქ უფრო ცუდი წესებია. კარგი გასაგებია. გოგოებო, დიმა ძალიან საყვარელია, ჩემი გახდება. შენი რატომ იქნება? მეც მომეწონა. დიმა რა იღბლიანია, სამ გოგოს შეუყვარდა ერთად. დიმა მაგარია. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს აუცილებლად. ახლა წავედით. კარგად.